დილამ შვიდობის ესე ომახიანად უნდა დავიწყოთ მე მგონი დილა იმიტომ რომ ყველა არ მოწვია რა თქმა უნდა ახსენეს და თამთამას და რომელმაც რაშია საქმე და მე მოწვია ბრაზილიის ნაკრების რეტრო მაისური რივალდოსი ფეხბურთელის რომელმაც შემაყვარა ფეხბურთი 98 წლის ფორმა 4 ვარსკვლავი აქვს ჯერ არ გაიკვირდეთ რაღაცა წუნი არ არის ქარხნული არ ქონდა ჯერ მეხუთე მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება მოკლედ მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენ მაყურებელს და აჟიტირებული ვარ დილიდან იმიტომ რომ მიხარია ეს ამბავი კარგია რომ ცოტა ძველი ფორმაა და არა 2014 წლის ხო გონდა გვეთქვა მოდი არ გვინდა ახლა გერმანიასა და ბრაზილიას შორის ინგლისის ხარ ალბათ ლოიკურია რომ გვერდიგოდ არ შეხედვართ ხო გადაიტრალებ კი ბატონო ისე ერთი ვარსკვლავი წითლად რო ახატია მაგას თეთრად მაინც ყოფილიყო წითელზე არ ჩანს და ერთი ვარსკვლავით არ არის დასაკავი. ამას იმედია გაითვალისწინებენ თუ კი გვიყურებს Nike-ის ვინმე მესვეული გაითვალისწინებს ამას. მსოფლიო ჩემპიონატი იწყება მოკლედ და ამას დიდი საფეხბურთო მოვლენა ბუნებრივია რომ ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში არ არსებობს და ზუსტად 39 დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკა იქნება ყურადღების ეპიცენტრში და 48 ქვეყნის ნაკრები 1248 ფეხბურთელი მილიონობით გულშემატკივარი ადგილზე სტადიონზე მის სტადიონებზე მთელი კონტინენტის მასშტაბით და მილიარდობით გულშემატკივარი უკვე ტელეეკრანებთან აი ეს მასშტაბებზე რო ვისაუბროთ უბრალოდ აღარ ზღირს გაგრძელება რა მასშტაბის მოვლენაა მსოფლიო ჩემპიონატი და ვისაუბრებ დღეს სტუმართან ერთად გიორგი დარჯანია სპორტის ჟურნალისტი მიმომხილველი ჩვენი მეგობარი არის ჩვენთან სტუმრად მადლობა სტუმრობისთვის და ვიცი რომ შენ რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინით ელოდები 4 წელიწადში ერთხელ გვაქვს ეს ბედნიერება რომ ვისაუბროთ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე დეტალურად და უკვე არ დაწყებულა ჯერ ვერ განვიხილავთ უკვე მატჩებს მაგრამ ამის დროც მოვა დღეიდან უკვე ახალი ფურცელი გადაიშლება მსოფლიო ფეხბურთის დავიწყოთ მოდი პირველ რიგში რა არის შენთვის მსოფლიო ჩემპიონატი რა მოვლენაა ზოგადად აი ეს უდიდესი საფეხბურთო დღესასწაული ხო ის ვარსკვლავებზე ლაპარაკობიდან ვარსკვლავ მაისური მაცვია შენ სხვადასხვა მთელი საქართველოს სურვილი ჩაატია დღევანდელ სტუმრობაში ეხა გავუშვათ ეს სურვილი კოსმოსში რომ ასე ვთქვათ ავანსად მაცვია ეს მაისური რომ ვიგებ ოდესმე საქართველოს ნაკრებმაც ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეული ჩვენი სურვილია მიუხედავად ჩვენი ფორმის დიახ რასაკვირველი სურვილი და ერთია რომ მოლოდინიც შეიძლება მოლოდინიც რომ ოდესმე ეგებ საქართველოს ითამაშოს იზრდება და მე მაგ მოლოდინი რომ შემდეგზე გავა მაინც გონია რომ რადგან ეს ფორმატების უიზრდება ის და კაცმა არ იცის რა იქნება 4 მერე და ოდესღაც ალბათ რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს ეჭვი არ მეპარება ამაში და მოკლედ ველოდებით ამ დროს ხო მოლოდინს რაც შეეხება ნუ თვითონ ის ფაქტი რომ ეს არის შეჯიბრი რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება ხო რამდენიმე ასეთ შეჯიბრია მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის ჩემპიონატი ოლიმპიადა ბუნებრივია ეს დროის ხანგრძლივობა ქმნის იმ განსაკუთრებულ მოლოდინს ჯერ ისედაც გადატვირთულია ჩვენი კალენდარის საკლუბო ფეხბურთი და აქედან გამომდინარე მონატრებული ვარ ხო კანსანაკრებო ფეხბურთს და რა თქმა უნდა ეს მონატრება არის აი ამ მიზეზების გამო რომ ერთი რომ ეს არის ნაკრები ეს არის ეროვნული გუნდები და მეორე რომ ეს არის 4 წელიწადში ერთხელ მიმდინარე ტურნირი რაც განსაკუთრებულ მოლოდინს იწვევს ხოლმე ყოველთვის და ასე ბავშვობიდან ხო პირველი მსოფლიო რაც მახსოვს კარგად რას მახსოვს იყო 82 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატი და იქიდან მოყოლებული რაც მუდმივად მე-12 მსოფლიო ჩემპიონატია შენ მე-12 დაითვალე გადაცივცა ერთი სანამ ხარ კითებზე ვიტყვი ხო მე-12 მსოფლიო ჩემპიონატია და ანუ ესე იგი მე-12 ველოდები მოუთმენლა დაწყებას თუმცა ველოდები უფრო იცი აი ამ გაფართოებამ ერთი მხრივ კარგია ეს გაფართოება, იმიტომ რომ ახალ ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას რომ ითამაშონ მსოფლიოზე. ახლა წარმოიდგინე იქ ჭიურასაველი გულშემატკივარი, როგორი აღტკინებულია და როგორი ბედნიერია იმით რომ მათი ნაკრები თამაშობს, მაგრამ ოღონდ მანამდე სანამ გერმანია შეხვდებიან, იმიტომ რომ პირველში გერმანია. ჩვენთვის ასე ვთქვათ, აი ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის ალბათ ნაკლებად საინტერესოა ახლა ჰაიტის და უზბეკეთის და თუნდაც ახალი ზელანდიის ყურება, ხო? მაგრამ აი ესეთი ორმაგი გზნობა ერთი კიურასაველი რო იყო, აბა რასიზამდი. სხვათა შორის ზელანდიასთან და ახალი ზელანდია არის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთი ნაკრები, რომელმაც ჯგუფური ეტაპი დაასრულა წაგების გარეშე. კი. სამივე მატჩი ფრედ დაამთავრა და იტალია ყავდა ჯგუფში. და სხვათა შორის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ ზელანდიას ყავს ფეხბურთელი
ტომ სმიტი, რომელიც თამაშობს მე-6 ლიგაში ინგლისის ხო, წარმოიდგინე. შენ გიყვარს ესეთი წვრილმანებში ჩასვლა და სიღრმეებში ხო, ჩასვლა და ესეთი რა უცნაური რაღაცა ფაქტია, ხო. მე-6 ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი რომ სოფლიო ჩემპიონატზე მიდის, ერთი მხრივ ხო ძალიან საინტერესო ის არის ფაქტია რომ როგორანაირად, მაგრამ ამ დროს მოდი აქეთა კუთხიდან შევხედოთ ამას რომ მე-6 ლიგაში რო პოულობ ფეხბურთელს, ესე იგი მაინც და მაინც კარგი ნაკრები აქვს. ნუ ესე გიჭირს, მაგრამ როგორც მინიმუმ. მაგრა გიჭირს იმ პოზიციაზე და ჰაიტის ნაკრებს ყავს მეკარე, რომელიც იპოვეს გერმანიის მე-5 ლიგაში. ხო, რეგიონალ კი არ და იმაზე. ობერლიგაში. ხო, ხო არის პირველი ბუნდესლიგა, მეორე, მესამე არა მესამე ლიგა, მეოთხეა რეგიონალ ლიგა და მეხუთეა ობერლიგა და იმ ობერლიგაში მე-5 ლიგაში იპოვეს მეკარე, ესე იგი. ძირითადად თამაშობს ნეტა. არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ ესე იგი უჭირს, ხო? აბა, ნუ რა თქმა სულ მცირე მეკარის პოზიციაზე უჭირს. სოფლიო იმითაა გამორჩეული და ალბათ ევროპაც ასეა, მაგრამ სოფლიოზე განსაკუთრებით რომ შეიძლება ერთი ისეთი ან გუნდი ან ფეხბურთელი აღმოცენდეს, რომ მანამდე გვარი შეიძლება არ ქონდეს არავის გაგონილი და მე უცებ დაიტაცოს ყველა რეალმაც, ბარსამაც, ყველა მის შეძენება. ასე იყო სხვათა შორის აი ძველ ეპოქაში მსოფლიო ჩემპიონატი იმითაც იყო განსაკუთრებით საინტერესო, რომ რაღაცეები ხდებოდა, სენსაციები ხდებოდა, ძალიან ბევრი. რაც ბევრი სიახლე იყო, შეიძლება უცბად პელე აღმოგეჩინა. ან შეიძლება იქ აღმოგეჩინა რაღაცა სრულიად განსხვავებული სათამაშო სქემა, ტაქტიკა, რომელიც იქამდე არავის ნანახი არ ქონდა, მაგრამ თანამედროვე აი მედია კომუნიკაციებმა, საშუალებებმა, აი ლაივ სტრიმებმა და ასე შემდეგ ტელეკომუნიკაციების აი განვითარებამ მოიტანა ის, რომ სადღაც გერმანიის მე-5 ლიგაში რო თამაშობს ვიღაცა ტიპი, იმაზეც ყველაფერი იცი უკვე. აქედან გამომდინარე აი სენსაციების მოხდენის ალბათობა ამ მიზეზით არის შემცირებული, იმიტომ რომ ყველაზე ყველაფერი შეგიძლია უკვე წინასწარ იცოდე, ეს არ არის ძველი დრო, როცა ტელევიზიაც არ არსებობდა, ხო და რაღაც გადმოცემით ვიცოდით რაღაცეები და აქედან გამომდინარე აი ესეთი რა ძალიან დიდი სენსაციები არ მგონია რომ იყოს, მაგრამ ალბათ იქნება ვიღაცა ფეხბურთელი ითამაშებს თავისი შესაძლებლობის ზღვარზე და ამით იქნება გამორჩეული, ან ვიღაცა ფეხბურთელი პირიქით როველით რო რაღაცა ძალიან მაგრა უნდა ითამაშოს, შეიძლება რაღაცა არ გამოუვიდეს. ხო, მაინც რომელი შეიძლება იყოს ესეთი გუნდი, რომლისგანაც უნდა ველოდოთ სენსაციას. ანუ შედარებით დაბალი რანგის ერთი შენ ყავს შენი გუნდი, ვინ აკრავს შენ? აი ორი ვარიანტი მაქვს. ერთი მგონია რომ ერთ-ერთი მასპინძელი მექსიკა ითამაშებს, მაგრა ძალიან მექსიკისგან პრინციპში სულ ველოდები და არ იქნება აი მექსიკისგან თუნდაც მეოთხედფინალის სენსაცია სულაც არ იქნება. არ იქნებს არ იქნება არანაირი სენსაცია. მგონია რომ ნორვეგია ითამაშებს, მაგრამ აი რატომაც მგონია რომ ნორვეგია ითამაშებს ძალიან მაგრამ აი აზიური გუნდებიდან შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მე უზბეკეთი მესიმპათიურება რაღაცით აბდუკოდირ ხუსანოვი, წინ შომუროდოვი და საკმაოდ კარგი ჯერ დავიწყოთ იმით რომ ძალიან სპორტულიერია უზბეკები. ხო, კი ბატონო. კრივის დიდებული სკოლა აქვს, ძიუდოც და სხვა სპორტებიც. ჭიდაობა და კი. ქართული წარმოშობის ფეხბურთელი ყავდათ, ვინც გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე. და ეხა ოქროსბურთის მფლობელი ფაბიო კანავარო ყავს. და მე ვერ ვხვდები რატო ყავთ კანავარო. რა დამსახურებაა კანავაროს, როგორც მწვრთნელს, კი, მაგაში გეთანხმებით. კი, მაგაში გეთანხმებით. არანაირი დამსახურება არა აქვს. უბრალოდ ალბათ სახელის გამო მოიყვანეს. ხო, ნუ ჟღერს სოფლიო ჩემპიონატზე კანავარო ჟღერს, თორე როგორც მწვრთნელი კანავარო არ მგონია რომ რაღაც ვარსკვლავებს წყვეტდეს. გრანდებზეც რო ვისაუბროთ, ეხა არის რამდენიმე ისეთი ნაკრებია, რომელზეც ბუნებრივია რომ სამი ფავორიტი მყავს. აი მგონია რომ აი ყველაზე ისეთი მოლოდინი გამოვიცნობ. ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია. ხო, არ არის რთული, არ არის. კი ბატონო. ხო და ისე უცნაურია რომ აი ფავორიტთა შორის მაგალითად აი მის და შენს ვფიქრობთ რომ თქვათ ბრაზილია არ არის ესეთი ფავორიტი, გამოკვეთილი ფავორიტი, როგორც ყოველთვის ზოგადად არის ხოლმე ბრაზილია ფავორიტი, მაგრამ ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი გონია. რთული დრო დაუდგა ბრაზილიის ნაკრებს, იმიტომ რომ იყვნენ აქეთ რობერტო კარლოსი, კაფუ, მერე მარსელო, დანიალოში და მაიკონი ხანიკით თამაშობდა, ხანაკეთ თამაშობდა, იმიტომ რომ დანიალოში და მარსელო იყვნენ. ეხლა ყველაზე დიდი ვარსკვლავი მწვრთნელი ყავთ. ხო, კი და ვესლი დაიმტრა, რომას ვესლი დაიმტრა, ფლანგის მცველი და ერთი ამბავია ბრაზილიაში რამოსი გუნდის.
ხო, შემთხვევით გამოგხედე, მაპატიე. ჩემი არ არის. ვესლი დაიწყო და მთელი ამბავია ბრაზილიაში, რომ აი რა გვეშველება ფლანგზე ყავთ ალექსანდრო და დანილო, რომლებმაც ხო, ნუ აი ესეთი ნაკრები. რომლებიც ევროპაშიც რო თამაშობდნენ, არც მაშინ წყვეტდნენ მაინც და მაინც ვარსკვლავს. ხო, ამიტომ გონია რომ აი სამი გამოკვეთილი ფავორიტია ეს ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია. ხო, ლოგიკურია. თან ამ ესპანეთზე თუმცა სოფლიო მოქმედი ჩემპიონი არგენტინა მაინც არ ამგონია, იცი? მეც მეეჭვება. ძალიან მეეჭვება, ძალიან. არა, ხო, ყველაფერი ხდება ფეხბურთია, ახლა ბურთი მრგვალია, ხანიკები გაგორდება და ხანდაც 39 წლის. სხვათა შორის გახსოვს 4 წლის წინ ვიძახით, რომ აი ეს მესის ბოლო შანსი გახდებს სოფლიო ჩემპიონი. მაგრამ მესიც და ის მაგისიც მაკასი რონალდოც რო გექონა რომ ის 4 წლის წინ იყო მათი ბოლო სოფლიო ჩემპიონატი, ახლა ჩვენი როდ თამაშობენ. და ასაკით რონალდო არის მეორე ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი იმ მათი მეკარია შოტლანდიის ნაკრების მეკარის მერე არის მეორე ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი ამ სოფლიო ჩემპიონატზე. და გილერმო ოჩოა ითამაშებს თუ არის მექსიკის ნაკრების მეკარე, რომლისთვისაც არის აი ამ მეექვსე სოფლიო ჩემპიონატი, აი წარმოუდგენელი. და ისე როგორც ლუკა მოდრიჩისთვის. ლუკა 2010 მგონი გამოტოვებული აქვს. ნუ ყოველ შემთხვევაში 2006-ში და 20 წლის შემდეგ კიდე 2006-ში გათამაშებია. ხო, აი წარმოუდგენელი სიცოცხლის უნდა საფეხბურთო სიცოცხლის უნარიანობა გამოვიჩი გენიალური ფეხბურთელია და ამ ასაკშიც კი მთელი სეზონი მილანის ლიდერი იყო. ელო კი იმაზე ვკითხულობდი რა ქვია ესპანეთის ნაკრებზე ბოლოს როდის ვიხსენებდი ბოლოს როდის წააგო მეთქი ესპანეთის ნაკრებმა და ვერ გავიხსენე. და მე ნუ ჩავხედე ახლა სტატისტიკურ იმას მსოფლიო ჩემპიონატებზე თუ ზოგადად ოფიციალურ მატჩებში პორტუგალიასთან წააგო ერთა ლიგა რა? არა, ის წააგო პენალტებით წააგო, თამაში პენალტები ხო მაინც სხვა განზომილებაა და რომ ვერ გავიხსენე, მე ჩავხედე იმას და 2023 წელს ერთ ჯგუფში რო ვიყავით ჩვენ ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია, მაშინ ბოლო ტურში აქვს წაგებული შოტლანდიასთან. არაფრის მომცემ თამაში, უკვე პირველი ადგილი რო ქონდა გარანტირებული და გასული რო უკვე, აი მაშინ ბოლო ტური წააგო შოტლანდიასთან 2023-ში. იმის მერე თამაში არა აქვს წაგებული, ანუ ვერ მოიძებნა გუნდი, რომელმაც შეძლო ამ ესპანეთის დამარცხება. არა, უნდა მიპოვო არა ჩემი ესპანეთის მაისური და ისიც. სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ. გერმანიას და ესპანეთს შორის აი ეს არ ვიცი, ამ ესპანეთს რას მოუხერხებენ, საინტერესო იქნება. რომელიმე ნაკრები შეძლებს თუ არა რაღაც აი გასაღები მოუძებნოს ამ ესპანეთს. ალბათ შეთამაშების ხარისხით ყველაზე მაღლა დგას ესპანეთი და აქ ვიტყვი შოტლანდიასთან ის მარცხი არაფერს არ განაპირობებდა რეალურად და ამიტომაც არა, აბსოლუტურად არაფერთან 2023 წელია ხალხო ის მერე რამდენი თამაში ჩაატარა ევროპის ჩემპიონატი ყველაფერი ჩაატარა ყველაფერი მოიგო თუ კი რამე მოსაგები იყო და აი წარმოუდგენელი შედეგიანობა აქვს მაგრამ ამ სოფლიოზე რა ჭირს მე არ ვიცი ამ ესპანეთს 2010-ში რომ მოიგო სოფლიო ჩემპიონატი იმის მერე არის აი სრული კატასტროფა ესპანეთის თამაში უშუალოდ სოფლიო ჩემპიონატებზე იმის 14-ში 14-ში 18-ში და 22-შიც ანუ აი მერვეთ ფინალამდეც ვეღარ მიდის უკვე ეს არის ანუ თუ რაღაცა დაემართა ესპანეთს ამ ჩემი აზრით ამ სოფლიო ჩემპიონატზე არა იმიტომ რომ ვიღაცა მაჯობა არამედ იმიტომ რომ თვითონ რაღაც სისულელე გააკეთა ხო დელა ფუენტეს მთელი მოყვანის მთელი შინაარსიც ეგ იყო რომ აი ევროპის ჩემპიონატის წინ ესპანეთს რატომღაც არავინ არ თვლიდა ისეთ ფავორიტად ან შედეგებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდის შედეგებიდან გამომდინარე შესაბამისად ისეთი ბირთვი შეკრა დელა ფუენტემ რომ როცა როდრი და სხვა ფეხბურთელები სოსიედადის ამდენიმე ფეხბურთელი რომლებიც 15 წლამდე ნაკრებიდან ერთად მოდიოდნენ მათი მწვრთნელის დელა ფუენტე იყო და მათ არ ჭირდებოდათ ერთმანეთში შეთამაშება შესაბამისად მათ ზეპირად იცოდნენ ერთმანეთის ყველაფერი აბსოლუტურად თვალდახუჭული აკეთებდნენ შეიძლება გააკეთებინათ გადაცემა იქ სადაც იცოდნენ რომ დახვდებოდა ეს მოთამაშე იმდენად შეთამაშებულები იყო რამაც შედეგი გამოიღო ეს ბირთვი დელა ფუენტემ შეინარჩუნა ბუნებრივია რა შენარჩუნება უნდა ნაკრებია და ის დასაკში არიან რომ არც ეს არ დაუნებებია თავი ამას დაემატა კიდევ უფრო გაზრდილი ლამინი ამალი კიდევ უფრო რეგრესირებული ესე ვიტყვი ნიკო ვილიამსი სამწუხაროდ რომელმაც გამაზა ის შანსი როცა მაგრამ ნაკრებში შეიძლება სხვანაირი თუმცა ნაკრებში აბსოლუტურად შეიძლება სხვანაირი იყოს და ის ბირთვი ისე ვის არის
დელაფუეტის სასაცილოები არიან. გახსოვთ ევროპაზე როგორი სასაცილო წელია. ნიკოდემ ლამინი, ხო, ორი ბავშვი რასაც რომ მაიმუნობენ ხოლმე. წყალს ვასხავენ. ზუსტად ესე. წუწაობენ სიცხეში. ხო და ეგ არის რომ ესპანეთის ფავორიტობას არ განაპირობებს რაღაცა განსაკუთრებული სახელები და გვარები, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არიან განსაკუთრებული, მაგრამ ესპანეთის ფავორიტობას განაპირობებს ის სქემა, რომლითაც მოდიან უკვე თითქმის 10 წელია წვრთნელთან ერთად ის ბირთვი, რომლებიც თამაშობენ წლებია და ეს არის ზუსტად ის ფეხბურთის არსებაში ნარს გალაქტიკოს პირობითად ეხა მბაპე, ვინისიუსი და ეს მანამდე გალაქტიკოსიც იყო ჩავარდნები რეალის, თუმცა ისეთმა რეალმა მოიგო, რომელსაც კი რონალდუ ყავდა, მაგრამ 11-ვე სუპერ ვარსკვლავი შეიძლება არ ყოლია რა, იყო ნაჩო იყო და ვიღაცები იყვნენ და ზუსტად ეგ არის ბირთვი, როცა არის შეთამაშებული ესპანეთის ძლიერი მხარე ეგ არის ზუსტად. კი, რა თქმა უნდა. და არა მხოლოდ როდრი და იამალი და ნიკოლია. რა საინტერესოა, რომ რეალის არც ერთი ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში არაა, თორე ისე მთელ მსოფლიოში რა თქმა უნდა გაბნეულები არიან. ბოდიში შეგატყვია, თუნდაც ის ფაქტი, რომ უნაი სიმონზე აკეთებს არჩევანს და ამ სქემაში უნაი სიმონი ჯდება, როცა სკამზე უზის დავიდ რაია, რომელიც ცალსაღად ალბათ დღეს სოფლიოს საუკეთესო მეკარია ერთ-ერთი და ჟუან გარსია, რომელმაც კატასტროფული შეცდომა დაუშვა ხანაგურ თამაში, მაგრამ ჟუან გარსია და როგორი სეზონი ჰქონდა, ესეც იმ სქემის ნაწილია და არა ის, რომ სიმონი შეიძლება რომელიმე ჯობდეს პირობითად. სქემის ნაწილია და ამ სქემას მიყვება დელაფუენტე და ზუსტად მაგიტომ გონია ესპანეთი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. თუმცა მე არ ჩამოწერდი არგენტინას მეგობარ. არა, ჩამოწერა როგორ შეიძლება მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი. მე ერთ-ერთ ფავორიტად მაინც განვიხილავ არგენტინას, ვარ სუბიექტური ამ ნაწილში. არგენტინა და ბრაზილია ყოველთვის ითვლებიან ფავორიტებად, რასაკვირველია, მაგრამ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ არგენტინა და ბრაზილია არიან, ახლა რაც გინდა თქვი და მაგრამ პაკეტასი არ მჯერა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ პაკეტასი არ მჯერა. მგონია რომ ევროპელები გაცილებით უფრო ძლიერები არიან. აი ამ წუთისთვის, ამ მომენტისთვის განსაკუთრებით ეს სამი ნაკრები, ეს ესპანეთზე ვილაპარაკე და პლუს საფრანგეთი და პორტუგალია, რომლებიც საფრანგეთის ნაკრები რო შეაჯამოთ აი 26 ფეხბურთელის ჯამური სატრანსფერო ღირებულება ითვლება ყველაზე ძვირად ღირებულ მილიარდზე მეტია აი 26 ფეხბურთელის ჯამური სატრანსფერო ღირებულება, ну აი წარმოუდგენელი რაღაც არის სხვათა შორის. რა საინტერესო ხო თამაშობს 1248 ფეხბურთელი. 48 ამათი ჯამური სატრანსფერო ღირებულება ორჯერ აღემატება საქართველოს წლიურ ბიუჯეტს წარმოიდგინეთ. ანუ სად არის წასული ფეხბურთელების ფასები? აი ერთი წლის ბიუჯეტი აი ჩემოდანში რო ჩავდო და წავიდეთ ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე, აი 1200-დან მარტო 600 ფეხბურთელს ვიყიდით. მეორე ნახევარს ვერ ვიყიდით. ხო, ეგ ძალიან საინტერესო ფაქტია, მარტო სატრანსფერო ფასები. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ისე იზახიან 100 და 200 და 150 მილიონებს, რომ აი უკვე წარმოუდგენელია, ხო? აი 50 მილიონი უკვე ისეთი თანხაა თანამედროვე ფეხბურთში, განსაკუთრებით პრემიერ ლიგაში და ლა ლიგაში, რომ ამ ფასად ვერ იყიდი უკვე აი ტოპ დონის ფეხბურთელს. აი მე რა მას გალაქტიკო რო ახსენე შენ მახსოვს კარგად მაშინ ვაშუქებდი ამ იმას, როდესაც ეს ფიგუ და ბეკემი და ზიდანი და ისინი გადავიდნენ რეალში და მაშინ სადაც 20, 30, 40 მილიონი იყო ზღვარი. თან რა ფეხბურთელებზია ხო ლაპარაკი წარმოუდგენელი მასშტაბის ფეხბურთელებზე და დღეს 20 და 30 მილიონი ღირს რაღაცა აი ვიღაცა. ხო 2018 წელს 2019 წელს პაულინო იყიდა ბარსელონამ იგივე ფასად დაახლოებით ამდენად რეალმა იყიდა თავის დროზე ზიდანი. ანუ 5 მილიონი იყო სხვაობა სულ. თუმცა მან ინფლაციას გასათვალისწინებელია, მაგრამ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაგრამ მაინც ძალიან შთამბეჭდავი ადრე წაკითხული მაქვს, რომ ეს მარიო კემპესი რო იყო, ნუ არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა 70-იანი წლების ბოლოს ვალენსიას უნდა და მაგის ყიდვა და ეს არ მინდა არ წავალო არგენტინიდან, ნუ არ წავალო და წარმოუდგენელი თანხა შესთავაზეს. აი არანორმალური თანხა შესთავაზეს გადმოსასვლად ევროპაში გადმოსასვლად და ეს არანორმალური თანხა იყო 300,000. წარმოიდგინეთ ხო და და სხვა შორის დღეს არის რაღაც ერთი ფეხბურთელის ერთი კვირის ხელფასი 300,000. 500,000 გახდა თორნიკე კვარაცხელია სატრანსფერო ღირებულება ხვიჩა კვარაცხელიძის, რომელიც დღეს დინამო თბილისში თამაშობს, ასე რომ 300,000 ხო. ხო. 23 საათზე გაიხსნება, დაიწყება გახსნის მატჩი
მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და სხვა შორის 2010 წელს სამხრეთ აფრიკა, მექსიკა იყო იგივე თამაში, როგორც სამხრეთ აფრიკაში. მეცაც ვიტყვი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 11 11 დაიწყო. კი ბატონო და შაბალალა იყო პირველი გოლის ავტორი და მე რაფა მარკესმა გაათანაბრა იმ მატჩში ანგარიში. კი, სამხრეთ აფრიკული. საოცრებაა. კი ბატონო, მადლობა დარჯან, მადლობა თქვენ ჩვენი მოწვევისთვის. სტუმარი, საინტერესოა ყოველთვის შეთან საუბარი ამ სოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას იმედი მაქვს რომ კიდევ არაერთხელ მოგვიწევს შეხვედრა და საუბარი გამეხარდება მხოლოდ და მხოლოდ 23 საათზე მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი დავტყვეთ ფეხბურთის ამაზე. დავტყვეთ აუცილებლად. მე არ დაგემშვიდობ, იმიტომ რომ გადაცემის ბოლო ბლოკში ძალიან საინტერესო რაღაცები მაქვს მომზადებული.